მოგესალმებით. მე ვიმყოფები ოზურგეთში, კერძოდ ქალაქში. ამ წუთას ვარ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლება გვეუბნება, რომ გაწმენდილია და ხედავთ, რომ გადაადგილებას მიჭირს, სრიალებ. და მე მგონი გაწმენდილის ამ ქუჩას არაფერი არ ეტყობა საერთოდ. ეს სიტუაცია არის მთელს ანუ ეს არის ცენტრალური ქუჩა, ნინო? თქვენ სადაც გახართ ახლა ეს ცენტრალური ქუჩაა ოზურგეთის? კი ბატონო, ეს არის რუსთაველის ქუჩაზე ვიმყოფები ამ მომენტში. ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომელიც როგორც გვეუბნება ადგილობრივი ხელისუფლება გაწმენდილია და იწმინდება, მაგრამ აქ ტრაქტორსაც არ გაუვლია. მე პირადად ვცხოვრობ ამ ქუჩაზე. სახლში შესასვლელებს რო შევხედოთ, რომ მოსახლეობა სახლშიც ვერ შედის, იმხელა თოვლია და სავარაუდოდ არც კი გამოდის ეს ხალხი გარეთ. ამ წუთებში ვიმყოფები ერთ-ერთ სასტუმროსთან, შემთხვევით აღმოჩნდი აქ და ვხედავ, რომ სახელმწიფო მანქანები არის. სავარაუდოდ ირაკლი კობახიძე იმყოფება ახლა ამ სასტუმროში. ჩამოსულია, როგორც მივხვდი, საპოზიოროდ, იმიტომ რომ ფოტოები აქვს გადაღებული სპეცტექნიკასთან, რომელიც ქალაქში არ გამოსულა. და ირაკლისთვის თუ გამოყავთ მხოლოდ, არ ვიცი. ფანფალეთში იყო გუშინ ესეთი შემთხვევა, ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი არის გურიაში, 6 საათის განმავლობაში ფანჯრიდან გადაცოცდა ქალი და 6 საათი მიდიოდა საკუთარ შვილთან 200 მეტრს. ანუ ამ მდგომარეობაში გამოდის ხელისუფლება ეგრეთ წოდებული და გვეუბნება, რომ ცალკეული ძალები ცდილობს სპეკულირებას ამინდის პროგნოზითო. 112-დან SMS-ები მოგდიოდა ყველას. ვაფრთხილებდნენ, რომ იქნებოდა უხვინალექი, მაგრამ სავარაუდოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს არ მისდიოდათ მხოლოდ ეს SMS-ები, რომ თვითონ დაეჭირათ თადარიგი ამ ყველაფერზე. ანუ თქვენ თადარი იმაზეც უხართ, რომ ხელისუფლებამ ადგილზე თადარიგი არ დაიჭირა და ტექნიკა სწრაფად არ მოიყვანა, ნინო, ეს არის თქვენი მთავარი წუხილი? ხელისუფლებას როგორც ხედავ, ტექნიკა საერთოდ არ ყავს, თამარ იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ წყლის ჭოლის მანქანებს ყიდულობენ, რომ მოსახლეობა დაარბიონ. თორე ის, რომ მოსახლეობას დახმარება ჭირდება და სადღაც თოვლი აუცილებლად იქნება და სადღაც აუცილებლად გაწვიმდება, მაგრამ ამისთვის საერთოდ ქვეყანა არ არის მზად. არასდროს არ არის მზად. მაგრამ ამის მიუხედავად შეიძლება, რომ დიდ თოვლობის დროს ადამიანებს დაეხმარო, მიხვიდე, გასაჭირი კითხო, არაფერი არ ხდება. გზა რო გაიწმინდება, ამოვალთ, თოვლი რო დადნება, მოვალთ. ანუ ეს არის პასუხები, ხო, აი ამაზე მინდა კითხოთ. ანუ აი ამ შტაბს, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ ადგილზე, აი თქვენ გარშემო ადამიანები რას ყვებიან, ურეკავენ, ასეთ პასუხებს იღებენ. აი მაგალითად თქვენ ჩართვამ ქალი საუბრობ, ქალბატონი საუბრობდა გომიდან და ის ამბობდა, რომ მე შემომთავაზეს, რომ გავსულიყავი სახლიდან და მან არჩია, რომ დარჩენილიყო დარჩა მეზობლების იმედზე, რომლებიც მივიდნენ და დაიწყეს სახლის სახურავის გაწმენდა თოვლისგან. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? ანუ ან ეს ძალები, რომლებიც არის გამოშვებული თავდაცვის, აი რა ტერიტორიაზე მოძრაობენ? ხედავთ კადრში, რისი თქმა შემიძლია, მოსახლეობა თავისით აკეთებს ამ ყველაფერს. აი ამ წუთასაც ხედავთ, ჩემი მეზობელია ეს ადამიანი, თავისით არის ასული და თავისით წმენს, მაგრამ სახელმწიფოს არ აინტერესებს. გუშინ პირადად ჩვენ დაგვემართა. აი, ეხლა თოვს. აი, ახლა აქ არის ასული ადამიანი და თავისით წმენს თოვლის საფარს სახურავიდან. კი ბატონო. გუშინ პირადად ჩვენ დაგვემართა, ზუსტად მსგავსი რამ, არ ვიცი მე მაგათ რა სპეც ჯგუფი ყავთ შექმნილი და რა შტაბი აქვთ გაკეთებული. რამდენჯერმე დავრეკეთ 112-ში, ბუნებრივი აირის მილი დაუზიანდა ჩემს გვერდით მაცხოვრებელს. ყავს 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ძალიან შეშინდა. დავურეკეთ რამდენჯერმე ვთხოვეთ რომ მოსულიყვნენ და ვიღაცისთვის გადაეცათ, ვისაც ეხებოდა ეს ყველაფერი. რეაგირება იყო ნული ამ ყველაფერზე. ბოლოს როგორც ხდება ხოლმე, ახლობლობით, მეგობრობით, ნაცნობობით გავარკვიეთ და მოვიდნენ და მერე გააკეთეს, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა საათების შემდეგ. 15 დღე არ ექნება ბუნებრივი აირი ადამიანს 3 მცირეწლოვანი ბავშვით. გასაგებია. ვიდეო მასალაც მაქვს რა ხდებოდა და რეაგირება არ ქონდათ. ამ წუთებში თავს თამარ, ასე თუ გაგრძელდა გასაგებია ჩოხატაურში და მაღალმთიან გურიაში საკმაოდ სავალალო სიტუაცია, ოზურგეთში ამ ეტაპისთვის ქალაქის ტერიტორიას გულისხმობ, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ
მინიმუმ ფეხით შეიძლება მიაღწიოს სადმე რომ რამე იყიდო მაინც და შიერი არ მოკვდე ადამიანი წამალი იყიდო ან რაღაცა ნებისმიერი მედიკამენტი ან პროდუქტისთვის შეგიძლია მიხვიდე, მაგრამ 2 დღე კიდე თოვს აჩვენებს, ახლაც თოვს, ასე თუ გაგრძელდა, არაფერი განსხვავება აღარ იქნება ჩვენს და ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებს შორის. დიდი მადლობა ნინო, დაგემშვიდობები ნინო კილაძე საუბრობდა ოზურგეთიდან დღის ამბების პირდაპირ ეთერში და მე